მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო იმ 5 კითხვის შესახებ, რომლებსაც იაჰოვას მოწმეები ხშირად უსვავენ მართლმადიდებლებს და მოვიყვანო მათზე პასუხი ბიბლიიდან. ავიკითხავ კითხვებს. იაჰოვას მოწმეები არ აღიარებენ წმინდა სამებას. ჩვენი პასუხი რატომ ვაღიარებთ? ქრისტიანობის საფუძველი არის წმინდა სამება, მამა, ძე და სული წმინდა. ქრისტე ამბობს: მამა ერთია ჩემთან ერთად და ვინც მე ხედავს მამას. ეკლესია ამას 2000 წელზე მეტია ასე აღიარებს. ეს არ არის ადამიანური გამოგონება, ეს არის მოციქულების რწმენა. ასევე მართალია სიტყვა სამება ბიბლიაში არ წერია, მაგრამ თავად სწავლება ნამდვილად არის. მაგალითად, მიმავლეთ და მოინათლეთ ყოველი ხალხი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით. უფალი ღმერთი ჩვენი ერთია, მაგრამ არის მამა, ძე და სული წმინდა სამ პიროვნებაში ერთარცი ღმერთი. ეკლესიის მამებმა ეს ტერმინი გამოიყენეს ზუსტად იმისათვის, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება კაფიოდ განემარტათ. მეორე, ისინი არ აღიარებენ ჯვარს და ფუნდამენტურს, ქრისტეს ღმერთობას. იაჰოვას მოწმეები უარყოფენ ჯვრის ქრისტიანულ სიმბოლოს. ჩვენთვის ჯვარი არაა კერპი. ეს არის ქრისტეს მსხვერპლის სიმბოლო. პავლე მოციქული ამბობს: მე არ ვიქადნი არაფრით, გარდა ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ჯვრით. რატომ სჯერათ მართლმადიდებლებს ხატებისა და წმინდადების? ეს ხომ კერპ თაყვანის მცემლობაა? პასუხი ამაზე: ეკლესია თაყვანს არ სცემს ხატებს, არამედ სცემს პატივს მათ, ვისაც ისინი გამოსახავენ. ისევე როგორც ფოტოს ვუყურებთ საყვარელი ადამიანის სიყვარულით, ძე ღმერთი ხორცით მოვიდა. ღმერთი უხილავი გახდა ხილული. ამიტომ ეკლესიამ დაამტკიცა, რომ შეგვიძლია ის ხილულადაც წარმოვიდგინოთ, თუ კი ეს გვეხმარება სულიერებაში. თვითონ ღმერთმაც უბრძანა მოსეს, რომ კარავში განედგინა ქერუბიმთა გამოსახულება. გამოსვლა 25:18-ში. შეგიძლიათ ნახოთ. მესამე, ეკლესიის და გადმოცემის მნიშვნელობა. ბიბლია კი წმინდა, მაგრამ თვითონ ბიბლიაც ეკლესიამ შეადგინა. მოციქულებს არ დაუტოვებიათ მხოლოდ წიგნი, მათ შექმნეს ცოცხალი ეკლესია, რომელმაც დაამოწმა სწავლებები საუკუნეების მანძილზე. როგორც პავლე მოციქული ამბობს, დაგვიდგა ცოცხალი გადმოცემა სიტყვით და წერილით. რატომ არ უწოდებთ ღმერთს იაჰოვას? ბიბლიაში ღმერთის სახელი ძველ აღთქმაში იწერება როგორც ებრაული ასოები, რომლებსაც ხმოვნები არ აქვს. იუდეველები ღვთის სახელის წარმოთქმას დიდ პატივში თვლიდნენ და მხოლოდ უფალს ეძახდნენ. იეჰოვა შედარებით ახალი ფორმა, რომელიც შუა საუკუნეებში გაჩნდა და არც ებრაულად და არც ბერძნულად არ იწერებოდა ასე. ეკლესიაში ღმერთს ვუწოდებთ უფალს, ღმერთს, მამას, ისე როგორც თავად ქრისტემ გვასწავლა ლოცვაში: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცაში. მეოთხე, რატომ ენდობით ეკლესიის მოძღვრებს და გადმოცემას, როცა მხოლოდ ბიბლია უნდა იყოს ავტორიტეტი? პასუხი არის ასეთი მართლმადიდებლური. ეკლესიის წიაღში დაეწერა ბიბლიაც და ციდან ავარ ჩამოვარდნილა. თვითონ ბიბლია ამბობს: დაიმარხეთ მოძღვრება, რომელთაც განგსწავლეთ სიტყვითა და წერილით. ეკლესიის გადმოცემა და წმინდა მამათა სწავლება დაგვეხმარება, რომ სწორად გავიგოთ წმინდა წერილი. თუ თითოეული ადამიანი თავისი გაგებით, საკუთარი ინტერპრეტაციით განმარტავს მათ, ჭეშმარიტება დაიკარგება. იმედია დაგეხმარება.